პირველი აქცია, რომელსაც აუცილებლად უნდა შევეხოთ, ეს გახლავთ მეგა აქცია. 40,000 ლარი არის მთავარი პრიზი. მეგა აქცია მოქმედებს მთელი კომპანიის მასშტაბით. მაშინ მონაწილეობს ყველა ქვეყანა ფაქტიურად, რომელშიც წარმოდგენილია კომპანია Faberlic, მათ შორის საქართველო და ძალიან ისეთი ყველასთვის საყვარელია ზოგადად ეს მეგა აქცია, როგორც წესი წელიწადში რამდენჯერმე ტარდება ხოლმე. ყველა მშვენივრად ვიცით პირობები როგორ ხდება, მაგრამ მოდით მე კიდევ ერთხელ განვავრცობ დეტალურად ამ პირობებს იმისთვის, რომ თუ ყავს აქ ახალი კონსულტანტები, დამსწრეები, რომ მათთვის იყოს გასაგები როგორ მუშაობს აქცია და როგორ უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად. მაშასე აქცია არის რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც არის კომპანიაში დარეგისტრირებული. შეიძლება არ იყოს რეგისტრირებული, მაგრამ შეუძლია დარეგისტრირდეს და აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას. მაშასე ერთი ყოველ ბარათში, რომელიც არის ელექტრონული სახით, ანუ ვირტუალური სახით, ყოველ ბარათში არის გარკვეული საჩუქარი თუ ფასდაკლება ჩადებული. იმისთვის, რომ მიიღოთ ბარათი, საჭიროა მიმდინარე კატალოგში, ანუ 15 ნოემბრამდე გქონდეთ გადახდილი შეკვეთები. ყოველ 18 ლარიან და 99 თეთრიან შენაძენზე, ანუ ეს არის თანხა კატალოგის ფასებით და ამას რა თქმა უნდა აკლდება რეგისტრირებული მომხმარებლის ფასდაკლება 20%-დან ზევით. ყოველ გადახდილ 18 ლარზე და 99 თეთრზე თქვენს კაბინეტში განყოფილებაში კუპონები და ბარათები გამოჩნდება შესაბამისი რაოდენობის ბონუს ბარათი. სწორედ აი ამ მიმდინარე კატალოგის მეგა აქციის ბონუს ბარათი, რომელსაც ხედავთ კიდეც სლაიდზე. რაც უფრო მეტი ბარათი გაქვთ, ანუ რაც უფრო მეტი შეკვეთა გაქვთ ამ თანხებით გადახდილი, მით უფრო მეტი ბარათი გაქვთ. რაც უფრო მეტი ბარათი გაქვთ, მით უფრო მეტი ფასდაკლებით შეგიძლიათ ისარგებლოთ მომდევნო კატალოგში წარმოდგენილ პროდუქციაზე. ყველა ბარათში არის განსხვავებული ფასდაკლებები ჩადებული, ყველა ბარათში არის განსხვავებული კატეგორიის პროდუქცია მონაწილეობს და ეს ყველაფერი გამოჩნდება თქვენს პირად კაბინეტში. მხოლოდ შეკვეთის გადახდის შემდეგ არის შესაძლებელი, რომ გააქტიუროთ ეს ბარათი, გაითვალისწინეთ, რომ ბარათის გააქტიურების გარეშე მასში ჩადებული ფასდაკლებებით ვერ ისარგებლებთ და გარდა ამისა მთავარი პრიზების გათამაშებაში მონაწილეობას ვერ მიიღებთ. ანუ შეიძლება ბარათები გქონდეთ, მაგრამ აუცილებლად უნდა გააქტიუროთ კატალოგში, ანუ აქციაში მითითებულ ვადამდე. მთავარი პრიზები არის შემდეგი, ანუ 40,000 ლარია, არის 10 საჩუქარი 4,000 ლარის ოდენობით, არის 100 საჩუქარი 400 ლარის ოდენობით და არის 10,000 საჩუქარი 40 ლარის ოდენობით. 400 ლარიანი და 40 ლარიანი საჩუქრები დაირიცხება თქვენს კაბინეტში და გამოიყენებთ შეკვეთების გადასახდელად. 4,000 ლარი ვინც მოიგებს და 40,000 ლარს ვინც მოიგებს, ეს უკვე ინდივიდუალურად მას დაუკავშირდება კომპანიის წარმომადგენელი და მოხდება ამ თანხის გადახდა. როგორ უნდა გავააქტიუროთ ბარათი? ძალიან მარტივად, შეკვეთის გადახდის შემდეგ შედიხართ თქვენს კაბინეტში, განყოფილებაში კუპონები და ბარათები, ჩანართი ბარათები და იქ გამოჩნდება თქვენთვის ხელმისაწვდომი ყველა ბარათი. თითოეულ ბარათთან არის ორი, ასე ვთქვათ, ნიშანი. ერთი არის, რომ გააზიაროთ, ანუ გაუგზავნოთ ვინმეს. ეს ამას ძირითადად იყენებენ მრჩეველები, როდესაც სურთ, რომ მოიზიდონ ხალხი კომპანიაში სარეგისტრაციოდ და ასევე აქვს გააქტიურების ღილაკი. ძალიან მარტივად აქტიურებთ პირად კაბინეტიდან, განყოფილებიდან კუპონები და ბარათები. გაითვალისწინეთ, რომ ყველა შეკვეთა უნდა იყოს გადახდილი 15 ნოემბრამდე, იმისთვის, რომ ბარათი გახდეს გასააქტიურებელი. თვითონ გასააქტიურებელი, ან ბარათის გააქტიურების ვადა გადადის მომდევნო კატალოგში, სანამ ბარათს არ გააქტიურებთ, მასში ჩადებულ ფასდაკლებას თუ საჩუქარს ვერ გამოიყენებთ და ასევე გაუაქტიურებელი ბარათები მთავარი პრიზების გათამაშებაში არ მიიღებს მონაწილეობას. მთავარი პრიზები გათამაშება ხდება საიტზე ელექტრონული წესით, ანუ რაც უფრო მეტი ბარათი გაქვთ, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ, რომ გახდეთ აქციის მთავარი პრიზის მფლობელი.
ასე რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც უფრო მეტი შეკვეთები გექნებათ, მით უფრო მეტი ბარათი გექნებათ, მით უფრო მეტი ფასდაკლებით ისარგებლებთ და მით უფრო მაღალი იქნება შანსი, რომ გახდეთ მთავარი პრიზების რომელიმე პრიზის მფლობელი.